ასობანა ხულიო კორტასარი ჩემთვის ძალიან განსხვავებული ჟანრია, იმიტომ რომ არის დაახლოებით 800-900-1000 წიგნით შეიძლება მქონდეს წაკითხული, მთელი ცხოვრება ვკითხულობ და რამდენიმე წიგნი არის, რომელიც ვერ გავიაზრე, ვერ გავიგე. და რაღაცა პერიოდი მჭირდება, რომ სხვა წიგნის დაწყებამდე ეს ყველაფერი დავალაგო და ერთ-ერთი წიგნი არის კლასობანა მთავარი პერსონაჟი არჩევანს ვერ აკეთებს ორ ქალს შორის, მაგრამ მერე გადაწყვეტს, რომ აირჩიოს ის, რომელიც არ არის კიბოთი დაავადებული, ეყოლებათ შვილი, რომელსაც სიდუხჭირის გამო გაგზავნიან გასაზრდელად სოფელში. შემდეგ ამ ქალსაც მიატოვებს, აქვს ძალიან რთული პერიოდები, თავს გრძნობს ერთ-ერთ ადგილას, სადაც მიდის ხოლმე მეგობრებთან ერთად და თითქოს კარგად გრძნობს იქ ყოფნით თავს, მაგრამ იქაც ვერ ისვენებს. მოკლედ, სულ თავის ძიებაშია, სულ რაღაცა გაუგებრობაშია, პრობლემებშია და მაინტერესებს თუ წაიკითხავთ, ან თუ წაგიკითხავთ, თქვენი აზრი გამიზიაროთ ამ წიგნთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ჩემი სტილი და ჟანრი რახან არ არის, დიდად არ მომეწონა, მაგრამ შეიძლება ვინმესთვის იყოს საინტერესო. მე უფრო დრამა მაინტერესებს და მიყვარს, ალბათ იმიტომაც ჩემი არ არის.